მაგალითად ეს კონფლიქტი მაინც ქართველებს ოსებს შორის ვარაუდობ რომ მაშინაც გარედან მოხვეული იყო და ეხლაც გარედან მოხვეული არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ქართველებს და ოსებს შორის კონფლიქტი არ უნდა მომხდარიყო რა გაგებით იცით? ახლა რაც ცხინვალის ტერიტორიაზე ქალაქსა კი არა და სამხრეთ ოსეთს რო ეძახიან ოსი ცხოვრობს 5 და შეიძლება მეტი იმდენი დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს ახლა ოსები მერე შერეული ქორწინებები ათესაობა გათხოვება გამოთხოვება მეგობრული ურთიერთობები ამის საფუძველს არ იძლეოდა მაგრამ რაღაცა ძალა მიმუშავა ოსებშიც რაღაცა ძალა მიმუშავა აქეთაც ჩვენთანაც წამოიწია წინ ეროვნულმა გრძნობებმა იმათაც წამოსწიეს თან ეროვნული გრძნობები და დაიწყეს იმათაც ლაპარაკი მერე ორი ოსეთის გაერთიანებაზე დამოუკიდებლობაზე მაგრამ ვიღაცამ ამის ზურგი მისცა. როდიდან იწყება ეს საუბრები თქვენი დაკვირვებით? როდის იმჩნევა, როდის ამჩნევთ თქვენ მაგალითად ის რომ რაღაცა ის ურთიერთობები რომელიც თქვენი სტუდენტობის დროს იყო, ოდნავ იცვლება და სხვა შინაარსს იღებს. ეს შეიცვალა უკვე პერესტროიკის შემდეგ. აი პერესტროიკა რო იყო, უკვე დაახლოებით 65-66 წლიდან დაიწყო ეს ყველაფერი. და განსაკუთრებით 85 ხო და განსაკუთრებული ძალით უკვე გამსახურდიას პერიოდში დაიწყო როცა აშკარად დაიწყეს ოსებზე სეპარატისტები არიან ჯერ ესენი ალბათ საუბრების დონეზე იცოდნენ ეს პრაქტიკულად ესენი გამსახურდიას ეს ჯგუფი რომ მოადგა ცხინვალს ჩვენ ცხინვალში ვისხედეთ მაშინ ქართველებს ოსებს შორის არაფერი დაძაბულობა არ იყო ის რომ წერეთელი და ისიც რომ მოადგნენ მეორე გზიდან ტყუიავის მხრიდან შევიდნენ და სალამშესულები იყვნებოდნენ ალბათ პოლიცია აკონტროლებდა მიტინგს ატარებენ ხო? მიტინგი ჩაატარეს გარეთ ხო და ჩვენ ცხინვალში ვიყავით მაშინ ქალაქში ჩვეულებრივ დავდივდით მოძრაობდით ჩვეულებრივად და გაოცებულები იყვნენ ოსებიც და გაოცებულები ვიყავთ ჩვენც რა ხდება ხო აი ეს მოხდა ხო და რა ვიცი მე რატო ჭირდებოდათ ამ ტიპის მიტინგის მოწყობა თქვენი წარმოდგენით მაშინ ამ ხალხს იქ რომელსაც თქვენ როგორც ახლა მე მიყვებით მაინც და მაინც კაი საქმე არ გააკეთა შეიძლება ჩანაფიქრი კაი საქმე იყო მაგრამ კაი საქმე არ გამოვიდა კაი საქმე არ გამოვიდა ეს ჩანაფიქრი შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოლქი რომელიც ფაქტურად არარსებულ ტერიტორიაზე შეიქმნა ხო მაინც ხალხს აქეთ მხარეს არ მიაჩნდათ რა ნორმალურ სტალინს მაღაზიაზე ემდურებოდა რომ სამხრეთ ოლქი აბუნერა ქართული სოფლები მაგრამ იმანაც რა იფიქრა არ ვიცი ხო და ეს ოსური საზოგადოების შეშფოთება როდის იწყება თქვენი დაკვირვებით ქართული მხარის ქცევებით? აი ამ მიტინგების შემდეგ ამ ეროვნულების შემდეგ მე პავლე დუგუზოვი ვახსენე ცხინვალის ინსტიტუტის რექტორი იყო მე უზენაეს საბჭოს დეპუტატი იყო ჩვენთან და სიტყვით რომ გამოვიდა არადა ის არ იყო რა ქვია პროქართველი იყო რა თავისი ბუნებით ის არ არჩევდა ოსსა ქართველსა არც ინსტიტუტში არც ისე არც ცხოვრებაში ახლო ურთიერთობა მქონდა მაგ ოჯახთან მე მოგვიანებით ხო და სიტყვა არ თქმეინეს ჩვენ ემაში ტრიბუნალ ჩამოაგდეს ეს ვინ ოსებმა თუ ჩვენ ჩვენებმა თბილისში დიოდა ეს კაცი თბილისში გამოდიოდა უზენაესის ის იყო რა ქვია დეპუტატი იყო ეგეც აქედან
მაშინ ხო უზენაეში კომუნისტებიც იყვნენ, ისინიც იყვნენ. ხო და იმ კაცს გამოიყენებდნენ ბევრი რაღაცისთვისა. მაგრამ როგორც კომუნისტი ისე იყო იქ და როგორც კომუნისტის ისე რა თქმა უნდა ეს სიტყვა თქვენი დაკვირვებით. როგორც ოსა რა თქმა უნდა. გინდა კომუნისტი ყოფილიყო და გინდა ის ყოფილიყო ოსი იყო. თუ შენ გინდა რომ ესეთ ოსების მოინდომეს ოსების პირიდან მიწს აღგვა, მაგრამ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ჯერ-ერთი ამხელა ქართულ ოსურ ურთიერთობის ძარღვებსა ჭრი. ხო? და ის უსისხლოდ არ დამთავრდება. ახეთაც გამოუვა სისხლი და იქეთაც გამოუვა სისხლი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო და სინამდვილეში ესე მოხდა. ხო. მაგრამ აბიცი ახლა მე ცოტა ხმამაღლა ამის თქმა როგორ შეიძლება, მაგრამ ის ძალები, რომელიც საქართველოში მუშაობდნენ ამ კომუნისტური რეჟიმის დასამარცხებლად, იქაც მუშაობდნენ. მე ვაკვირდებოდი ქართულ ოსურ შეხვედრებზე მიწევდა შეხვედრა. და იქ რო ჩამოდიოდნენ ოსები, ყოველთვის ახლდა ერთი ოსი ჩრდილო კავკასიიდან. და ერთხელ იმ ოსის კაბინეტში თვალი წავასწარი ერთიანი ოსეთის რუკას. და მე ვთხარი რა არის ეს? და უკვე იქითაც დაიწყეს მუშაობა. არა და ოსური ლაპარაკი იმ ოსებმა არ იციან. ისინი გარუსებულები არიან. და ამათა ოსური ზენაც იციან, გაზეთიც გამოდიოდა, ყველაფერი, რა ვიცი, ყველაფერი ხელშეწყობა ხდება ჩვენი ხელისუფლებისგან. მაგრამ მე იქაც ეროვნულმა იმჯავრა, იმძლავრა. აი შეცდომა იქოდა სხვა პოლიტიკა უნდა ამასა, მაგრამ აი არ ვიცი ახლა ეგრე რომ ძალითა და იმითი. პირობითად ის ახლა მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ქართულ-ოსური ურთიერთობა არა მხოლოდ შერეული ოჯახების დონეზე, არამედ მეგობრობის დონეზე, ნაცნობობის დონეზე ბევრი რამე იარსებებდა. მით უმეტეს ახლა ცხინვალი აქედან 3 კილომეტრში თუა წარმომიდგენია რამდენ ოსი ეროვნების ადამიანს იცნობდა აქაური მცხოვრები ადამიანები თქვენც და სხვა. თანაც ერთი რაღაცა იყო ცხინვალის დამახასიათებელი. მაღაზიაში იყიდი, იქ იყიდი. აქეთ რო უფრო კორუფცია და რაღაცა გავრცელებული იყო, იქ ძალიან სიმკაცრე იყო იქ. უფრო მაღაზიაში წოლაში არ მოგატყუებდა არავინ და ფასში არავინ არ მოგატყუებდა, ასეთი სიმკაცრე იყო და ჩვენი ხალხი გორში კი არ მიდიოდნენ ხოლმე, საყიდებზე იქ მიდიოდნენ ხოლმე ცხინვალში. ხო. მეტი წესრიგი იყო იქ. თუ წესრიგს ეს პირობითად ავიღებ წესრიგს. ხო, მაგრამ მე ეს ყველაფერი აირია. რა არის იცი? ორივე მხარეს ხელში აიღეს სიტუაციების მართვა ეროვნულ ტალღაზე ეროვნულობას ამოფარებულმა ძალებმა, აქეთაცა და იქითაცა. იქითაც ოსურ ეროვნებას ამოფარებულმა ძალებმა აიღეს. ხო. იქაც დაიწყეს ქართველების დაყაჩაღება, ქართველების შევიწროება. ახაც დაიწყეს ოსების ჩვენ მხარესა დაყაჩაღება. თაში პირუტყვის განათლებაში მუშაობდი, 40 დაწყებითი სკოლა იყო თაში. სოფლები იყვნენ, პირუტყვი ყავდათ. ახალგაზრდები კი მოდიოდნენ გორში სამუშაოთა და იმათა, მაგრამ იქ ოჯახები ჰქონდათ იმაზე და ებაშვებოდა. საქონელი, ბაკურიანად საქონელი აქ ჩამოყავდათ საქონელი. აი ეს ბიზნესს მოუყვანა თავისმა სიძემა. მე ყოფილი გამგებელი იყო ის სამხანაგე. და ჩემ ბიზნესმა გარეკა. წოდით და დაგინახოთ აქაო. ფუტყარი ყავდათ იმ ბაკურიაში და იმეები, სადაც დაყავდათ. მოხონდათ. ხო და რატო წავიდა ეს ხალხი? რამ შეაშინა თქვენი აზრით და რამდენად რეალური იყო საფრთხე მათთვის? მე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ გაგებული მაგრამ ქარელში ტრუბაში დაწვეს ოსი. დაუსვარყავეს ახედან იქიდანა და მოკლეს. რატო? ოსი იყო. ხო და რამ გამოიწვია თქვენი აზრით ასეთი დაპირისპირება იმ ხალხში, რომელიც გუშინ ერთმანეთთან მეგობრობდა, შერეული ოჯახები ჰქონდათ? რა იყო ის, რომელსაც ასე წააქეზა ეს ხალხი თქვენი აზრით?
იმათ ვიღაცა შეპირდა დამოუკიდებლობას. ეს ვიღაცა ვინ არის, არ ვიცი. ამათაც ვიღაცა შეპირდა დამოუკიდებლობას. ერთიან საქართველოში. ხო. ეხლა იქ რო ფეხის დადგმა დაფაზე ფეხის დადგმა რუსეთს უნდოდა და რუსეთმა რო წააქეზა ამის ეჭვები მაახმე. და საქართველოს ვიც რომ ტალღაზე და იმაზე მოიყვანა ისრაელები თქვენს კარგად იცით და მეც ვიც იყო. ეს ორივე იყო ეს კონფლიქტი და დღევანდელი სიტუაცია არის ორ დიდ ქვეყანას შორის ჭიდაობის რუსეთს არ უნდა რატო თავის გვერდზე იყოს თავის სიახლოვეს იყოს თორე რუსეთმა საქართველოსთან ჯარი გაიყვანა. ერთი პერიოდი იყო გაიყვანა საქართველოსთან ჯარი, მაგრამ მე შემოტრიალდა. და მე კიდე ცუდა ომით შემოტრიალდა. საომარის მოქმედებები როგორ იწყება? საომარი მოქმედებებსაც პროვოკაციებით იწყება. პროვოკაციებით იწყება. ვიღაცა მოდის, არ იცი, ვინ არის, ვისი დავალებით მოქმედებს, გაისვრის ცხინვალისკენა, აი ამ სოფლიდანაც კი. გაისვრის, წავა ის მანქანა. ისინი უკვე ახეთ ისვრიან მე. და ბედის მე ტელეგრამები, პერესტრელკები, არ ვიცი. გათენებამდე ბედის სროლები და ის. იქიდან ვიღაცა გამოისვრის. მე ახედან პასუხობენ. ახეთაც საგუშაგოები არის და ახეთაც შეერაღებული ხალხი არიან, იქითაც შეერაღებული ხალხი, მაგრამ ის პროვოკატორები ვინ არიან ახეთა და იქითა ესენი არაჩანან. მე ხოდ დადის ხალხი თბილისიდან ამბის გასარკვევად, ეროვნული მოძრაობის ხალხიც დადიან. მაგრამ კიდე უფრო და უფრო ხდება ესკალაცია სიტუაციის ოსეთში. კიდევ და კიდევ ხდება ესკალაცია 90-იან წლების დასაწყისში. 90-იან წლების დასაწყისში. პირველი კონფლიქტის დროს. არა 2008 წელს, არამედ პირველი კონფლიქტის დროს. შეიგებაზე არავინ ლაპარაკობდა. ერთი პერიოდი იყო მე რო ახსენე ის პავლე დოგუზოვი და მე რომ ნახე მე ჩიბიროვი რომ ნახე. პავლე დოგუზოვის თანახმა იყო. როგორც პარლამენტის წევრი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი. და ისიც თანახმა იყო რომ შემოსულიყო რა სტატუსით შეიძლება შემეშალოს მე. ავტონომიით კი არა, რაღაც სტატუსით შემოსულიყო საქართველოს შემადგენლობაში. კონფედერაციის ხო არა? კონფედერაცია არ იყო ნახსენები, სხვა რაღაცა სტატუსით. თვითგამორკვევი რაღაც სტატუსი იყო, ისეთი რომელიც მისაღები უნდა ყოფილიყო ჩვენი მხარისთვის. ეხლა შეიძლება შემეშალოს და ზუსტად ვერ ავთქვა ის, მაგრამ პრესაშიც დაიწერა მას პერ ვიღაცის წერილში იყო. ვიღაც გადაცემაში იყო რაღაცა ეგ. რომ ამაზე თანახმა იყო. ხო და რა. მე ნელ-ნელა ახლა ეს რუსეთს არ აწყობთ. და ჩიბიროვი და რო ვახსენე ჩიბიროვი მე იბის შვილიც ბაევიკი იყო იქით მხარესა თავისი რაზმი ყავდა და ისა ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო სტოკჰოლმში იყო შეხვედრა ხართულოსური შეხვედრა მაშინ ჩვენი პრეზიდენტის ხმარიც ესწრებოდა კაშია იქ ირინა სარიშვილი მეც ვიყავი იქ ხო და ოსებისაც ხო იყვნენ იქ. ხო და უკვე ისეთი სიტუაცია იყო რა, რომ ახეთ მოყვავდა ის ჯგუფი. მარტო ერთი იყო ოსეთის წამოყვანილი. და ოსებს ყოველთვის დაძებდათ რუსი გენერალი. მაიოროვი იყო ვიღაცა აფრიკაში და იმაში დამსახურები ვიღაცა დაძებდა ყოველთვის. და ბოლოს ისეთად აწყობდნენ ჩვენი ისინი ჯერა ჩვენა კომპიუტერით ჩვენ აზრებს რა მოხდა ეს კონფლიქტი წერდით მერე რა უნდა გაკეთდეს რომ მოგვარდეს ეს კონფლიქტი რაღაცეები შემსავსედი ის თავისას და ბოლოს შეხვდათ კომპიუტერი გამოხდათ საერთო და ბოლოს ჩვენა შევთანხმდით ბოლო მეხუთე შეხვედრა იყო თუ რაღაცა იყო უკვე ამერიკაში ფიშერი დადიოდა ხოლმე პროფესორი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ამ კონფლიქტოლოგიის სპეციალისტი
მერე სასტუმროში ერთად გვახვედრებდნენ რუსსა და ქართველსა. ერთ ნომერში, რომ გველაპარაკა რაღაცა. მოსმენები იყო იქა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვლაპარაკობდით. და ერთ-ერთი შეხვედრის დროსა ჩვენა შევთანხმდით ოსები და ისინი. რომ რეფერენდუმით მოგვეწია ხელი, მემორანდუმი. და იმ რუსის ათქმევინა იმ ორჯონიკიძესა, რომ ნახევარი საათიო შესვენება გავაკეთოთ. კეჭი უნდა გვეყარა უკვე. და ოსები მომზადებულები იყვავდნენ, ცხინვალე ოსები ჩემთანაც ჩამოდიოდნენ სახლში ხოლმე აქ. და არ შემოვიდნენ 1 საათი, არ შემოვიდნენ 2 საათი, არ შემოვიდნენ 3 საათი და მე რომ შემოვიდნენ. თქვენს რომ ხელს არ მოვაწერთ. ქართველები ვაწერდით ხელს, ქართველები ველოდებოდით. მერე ისე მოხდა რომ ჩვენც მოსკოვში ჩავფრენდით ქართული დელეგაცია. იქიდან გადმოვფრენდით თბილისში და ისინი მოსკოვში დაიტოვეს იქა. ჩამოვიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარე იყო ის ჯუკაევი. გაათავისუფლეს პარლამენტიდან. როგორ თუ დაყვა ეს ჩვენ. ისა დაიჭირეს ჩიბიროვის ბიჭი. ეს რუსებმა თუ ჩვენ? ოსებმა, მაგრამ რუსების ჩვენებმა არა, ჩვენებს იქ არაფერი არ მიესახმებოდათ. და ცოტა ხნის შემდეგ ჩიბიროვის გაათავისუფლეს. და იძულებული გახადეს წასულიყო ეს უკვე ბორჯომში შეხვედრის შემდეგა. წასულიყო ორჯონიკიძეში. რუსეთი ამ ნიადაგს ამზადებდა, რომ ისეთ ძალები მოეყვანა მანდა, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაზე არ წამოსულიყო. ისა ფეხი ზადმა უნდა და ფეხი უდგია კიდევაც, ბაზები აქვს რა. ჩვენ ტერიტორიაზე ეს ყველაფერი. ავტომობილით არის გადაღობილი. აი ჩემი წევს რომ გადავცქერი იქითკენ. აი თანამედროვე ბაღი გააშენეს, ზედან დაფარული. აი გული იცით რა მაინტერესებს, რომ აქედან ძალიან ახლოა ფაქტია სამაჩაბლომდე. ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ერთმანეთს იცნობს ამ კუთხეში და ახლო კავშირები არსებობს. ამ პირველი კონფლიქტის შემდეგ როგორ გრძელდება ადამიანებს შორის ურთიერთობა? მე გამიგია, რომ მათ შორის ერგნეთის ბაზრობამ ხალხი ძალიან დაახლოვა ერთმანეთს და ახლოს ვიყავით კონფლიქტის გადაწყვეტამდე. რამდენად მართალია ეს? იყო მაგის სიმპტომები იყო, რომ მაშინაც უკვე სუსხებს ახონდა ძალა აღებული, უკვე ბიზნესმენებს ახონდა, იმათ ახონდა და ამათ აწყობდათ ესეთი ისა და ხალხიც კმაყოფილი იყო. მაგრამ ეს არ აწყობდა რუსეთს ახლა მე და წესით არც უნდა არ მიყვეს რომ არ აწყობდათ. ხო. ურთიერთობა ნორმალური იყო, რა გაგებით ვიძახი. ცხინვალს ვერ ვაკონტროლებდით ჩვენ, მაგრამ ცხინვალის შემოვლით გზით გადადიოდნენ ჩვენი ხალხი იქ, მაგრამ ბოლოს ისე დათმა ურთიერთობა, რომ ცხინვალში გავივლიდი მე პირადად გავივლიდი და ავიდოდი სამაჩაბლოში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით. სამაჩაბლოზე დადიოდნენ მაგათი მანქანები, რომ ორჯერ წასულიყვნენ და წამოსულიყვნენ. ესეთი სიტუაცია იყო, სამშვიდობოები დგანან არიან, ესენი აკონტროლებენ ამ სიტუაციებს. ხო და მერე უკვე იძაბება სიტუაცია, მერე რაც მოხდა რუსების სამშვიდობოების დახოცვასთან დაკავშირებით. აქეთ იძახდნენ, რომ რუსები მზად არიან, რომ რა ქვია, მოსყიდულები ყავს, რომ შევიდეთ და გადავიდეთ როკაში და იმაში. მაგრამ რუსების დახოცვამა და იმან რუსები ვინ დახოცა? ჩვენ სამშვიდობოებს ბრალდებათ. იმ პერიოდში 2000 იმ პერიოდში. და ესეც შესვლა მოხდა, უგეგმოთ მოხდა ეს შესვლა. მე რაღაც ჩემი ვარაუდი მაქვს ამაზე, რომ სტალინი ბერლინს მიუახლოვდა. იმას რომ ბერლინი აეღო. მანამდე ის მოკავშირეთა ჯარები მეორეხიდან მოადგებოდნენ ბერლინს. სტალინმა აუარა ბერლინსა და გავიდა ელბაზე. წინ შეხვდა იმ მოკავშირეებს და მერე აიღო ბერლინი. ცხინვალის აბავიც ეგ იყო, ჩვენი ტანკები და ისინი უაზროდ მიაწყდნენ.
ცხინვალში ადვილი იყო ბარიკადების გაკეთებაც, მანქანების გადაღობაც, გადმოღობაც და როცოდოთ რუკაზე რა სიტუაცია იყო. აევლოთ აქეთ რა ქვია პატარლიახვის ხეობიდან და ჯავაში ასულიყვნენ და ასულიყვნენ როკაზე. აქეთ მეორედან ასულიყვნენ. წინააღმდეგ არ შეხვდებოდა და როკაზე მიასწრებდნენ რუსის ჯარს. ასე ცხინვალთან და ცხინვალში დრო დაიკარგა ისინი შემოვიდნენ. მაგასაც მოხდა ეგეთი რაღაცა, გაუაზრებელი ჩვენი პოლიცია რო შევიდა ცხინვალში. გენერალია ერთი. მე მგონი ცოცხალი იქნება კიდევ. ბოგირის ეძახიან ერთ ადგილს, არა, ბოგირი ქვია. უნივერმაღის შენობა არის, ცენტრალური მოედანი არის, ცენტრალური თეატრთან არის, მეორე ცენტრალური მოედანი იქ არის. პოლიცია შევიდა. და უჭირავს რუკა და ეუბნებიან ბოგირიაო და ბოგირისა და რუკაზე არა ხატიაო გას ბოგირი. მას ეგონა ბოგირი წყალნაყოფილიყო იქა. და გადასულიყვნენ ბოგირს. და სალამამან გაარკვია რომ ბოგირსა ქვია ბოგირი თორე აქ ბოგირი და წყალი არ დადის და ბოგირს არის ხიდი. მანამ ატეკიდან გამოიყვანეს ოსებმა. მანქანები და ესე გადაღობეს ეს ქუჩაცა, ის ქუჩაცა, ის ქუჩაცა და ბოლომდე ვერ შევიდა ჩვენი პოლიცია თორე. მაშინ ჩვენი პოლიცია შესულიყო. მშვიდობიათ მოგვარდებოდა მე საქმე ყველანაირად. აი იქიდან დაიწყო მეორე გამწვავება, მეორე ტალღა გამწვავებისა. ერგენთის ბაზრობის დახურვამ რა გავლენა იქონია აქაურობაზე? ის გავლენა იქონია რომ ჯერ ეს ერთი თუ რამე გასაყიდი ქონდათ აქაურ ხალხსა, მიხოდათ იქ აყიდიდნენ. იქიდანაც შემოდიოდა საქონელი, იქ აყიდულობდნენ. ეს ეკონომიკურად მომგებიანი იყო ეს. მერე იქიდან რომ მანქანა შემოვიდოდა, რუსეთიდან ტრაილერები შემოდიოდა დიდი მანქანები. და დაიცლებოდა მან და თქვათ რაღაც შემოიტანეს, ერთი თუ რაღაც შემოიტანეს. ის მანქანები ცარიელი ვარ წასულიყვნენ. შემოდიოდნენ ახლა და დაუდებდნენ ვაშს და წაიღებდნენ. ანუ ვაჭრობა მიდიოდა სხვანაირადაც. ხო. და ესე იგი უფრო ის ხო მაინც უნდა წასულიყო იქა და იაფად მიხოდათ. და ესეც კმაყოფილი იყო ეს ვაშლის პატრონიცა და ისინიც კმაყოფილები იყვნენ ცარიელი არ წავიდნენ. ხო, აი ეს ურთიერთობები იყო. ხო. მაგრამ იმას სხვა კონტროლი უნდოდა რა, სხვა კონტროლი უნდოდა და ის კონტროლი რუსეთმა არ გაუშვა. საბაჟო უნდა აშვებულიყო იქა. და იმ საბაჟოდან თავიდან შეიძლება ყოფილიყო რომ რაღაც პროცენტი თქვა ოსების თვისა, რაღაც უფრო დიდი პროცენტი საქართველოსთვისა, რაღაცა და ახლა ეს საბაჟო სამუშაოება არ მოხდა. განუკითხაობა იყო ხა ვის რა შემოხონდა, რამდენი შემოხონდა, როგორ შემოხონდა. ვერც ოსების ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა იმას. და ვიღაც პიროვნები ჯიბებში ლეხებოდა ის ფული. და ვერც ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა აქეთკენ. თუმცა საზოგადოება ერთმანეთს უახლოვდებოდა ქართულს. საზოგადოება უახლოვდებოდა. ომი იყო, ხო გეუბნები, გაცხარებული ომი იყო და მომადგებოდნენ ახლა ცხინვალის ხელისუფლების დაბალ ჩინოსნები რა. გოგი, რა არის მოთა შუქები არ არის, არაფერი არ არის ახლა. ეს პერიოდი იყო, შუქები არც გორში არ იყო და პრობლემა იყო 90-იან წლები. ხო. იმათ ხონდა შუქები. ბიჭო, მე ვთხარი, თქვენ კაი ხალხო. იქა პარლამენტის პერიოდში, რაც პარლამენტში რო 90-იანში ხო თავისთავად ცხადია. 90-იანში მოხდა ისა, რომ მე ოსებისთან ურთიერთობითა იმათი შუქები ჩამოვიყვანე აქამდე, ჩავიყვანე ფონისამდე. სადაც შეუხვია თველა, ქვემოხვითამდე. და ამოვიდა გორის გუბერნატორი და ისა, ჩემი მეგობრები იყვნენ ახლა ისინი და გოგი რა შურებიო? გორში შუქი არა გვაქვს, თელი გორი ლაპარაკობს, რომ შუქები ჩამოვიყვანე ახაო. მე ვთხარი, მოსახლეობა კაპიკებს იხდის, ის კაპიკები მიდის ვიღაცის ჯიბეში იქ. და იყო შუქები ახლა, არა შენ ეჭირებეო და მე ვინც ამ ფულს აგროვებდა ხოლმე ახლა.
დაგიჭერთო უთხრეს აღარ ისახნაო და შეწყდა იშუქები ის. ეს შევარდნაძის დრო ჯერ კიდე? კი. ანუ ხელი შეგიშალეს. ხო. ჩარტა და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ახეთკენა. ოსები ჩუბად გამოდიოდნენ და ჩვენ სკოლაში იყო. საარჩევნო უბანი. ხო ერთად გატარდა ისისა და ისიც. ახაძლებდნენ ხმას. განწყობა ოსებისა იყო, რომ არ უნდათ არც ომი და არც უბედურობა და არც პირველი ჟორდანიას მთავრობის პერიოდის გამეორება არ უნდათ ამათ. თუმცა ძალიან დაახლოებულები ვიყავთ ერთმანეთთან რაღაც. გორში დღესაც ბევრი ოსი ცხოვრობს. კი, გვარების ოქსო შვილად უწერიათ, მაგრამ ხაჩირაშვილები ოსები ხაჩიროები არიან, ისინი არიან, ყუდუხაშვილები ყუდუხოვები არიან, ისინი არიან. ხო. ოსია ეროვნება ნუ ჩაუწერ იქა და მოხალხე ჩაუწერა, მაგრამ ის მაინც ის არის. ხო და განწყობა არ იყო მაშინ სეპარატიზმისა იმ გარკვეული ჯგუფის გარდა. ადამო ნიხაზი რო დაარქვეს იმათ. ხო და ისა და ნიხაზი საპირისპირო იყო იმისი, რაც ჩვენთან ელია მართალი, კოსტავა საზოგადოება, ეს მონარქისტების კავშირი და რაღაცები, სახალხო ფრონტი და რაღაცები. ამის ანალოგი იყო, მაგრამ ამ ძალისა ის არ იყო. რუსეთის დახმარებით იმან ძალა იკრიფა, მერე იმან ის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იმათ მაინც ისახნეს. თორე ისინი ორქზე თანახმანი იყვნენ. მერე ჩვენებმა ორქზე რესპუბლიკა დაუწერეს და იმათ რესპუბლიკის მთავრობა გამოიყვანეს იქ, რა გააკეთეს იმათ. ან რა უნდა გაეკეთებინათ. ხელფასებს იღებდნენ და სანაკოების მთავრობას გულისხმობთ. სანაკოების მთავრობას გულისხმობთ, თორე სანაკოების ახლოა ჩემთან და ის შინაგან სამინისტრი წეგან ვახსენე პარასტაევი ქართულ-ოსურ შეხვედრების დროსაც და ისედაც და ესეც. ახლა ის რო იყო ჩამოსული ყარყარაშვილი თავისი რაზმით აქ საბავშვო ბაღში ყოლა დაბინავებული და რუსეთის გენერალი დამაძახება, ეს გენერალი არ იყო, პოლკოვნიკი იყო, ვერტალიოტების უფროსი. ჯერ გააფრთხილა ვერტალიოტების უფროსი თვითფრინავი ახლა არა და ახეთ აფრინდებოდნენ და იქიდან აჯდებოდნენ აეროდრომზე. და ისეთი ვერტალიოტები ჰქონდათ, რომ აქედან ავღანეთში ბომბავდნენ და ბრუნდებოდნენ ისევა. ძლიერი ის იყო. თქვენ ახლა ჩვენ გვზერავთ. შეაცვლებინა. მე ერთ დღეს დამაძახებინა და მითხრა, ეხლა პირველი ორი ქართველი მოკვდა უვრიდია და რაღაც გვარი ცხინვალში. თბილისის ქუჩაზე მოკლეს პირველად ოსებმა. არეული დაწყების პერიოდში. ეხლა წლის თავი კეთდებაო იმათი იმისიო. დაღუპვისაა და მე უნდა შევიდე შამპანი რა გავხსნაო იმათ დაღუპვის ადგილზეო. მაგას ვინ ამბობს? ყარყარაშვილი ეუბნება ამ რუსის პოლკოვნიკსა. და გააკეთე ისე რომ მე შევიდეო ხმარავენ არ გამცესო. იმავთ რა ასლაპარაკობ უკაც შეერაღებულით განან იქა და ეს თქვენი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არისო. შევიდა და გააკეთა ის რაც ამან უთხრა. ანუ რა გააკეთა? ის რომ აღნიშნა იმისისა და ამით ახლა რუსებისგან გაჩერებულები იყვნენ, წინააღმდება ვერ გაუწიეს ამას. როგორ დამთავრდა ეს ისტორია? არაფერი დამთავრდა ისე, რომ ამან თავის საქმე გააკეთა და მან პოლკოვნიკმა თავის საქმე გაისახნა, რა ქვია, გააკეთებინა ამას, მიეხმარა. მაგრამ ეს უბრალოდ ჭიქის აწევა იყო, მაგრამ კონფლიქტის კონფლიქტთან არაფერი კავშირი არა აქვს. შემსუბუქებას ხელს არ შეუწყობდა. ეგ არ შეუწყობდა. მაგრამ სხვა რაღაცა იყო კიდევ. აქეთკენ ცხოვრებობები იყვნენ, მოჭიდავეები იყვნენ. იმის გასვენება რო იყო თელი თბილისის ფეხბურთელები და ისინი ურამ ცხოვრებობის შევიდნენ გასვენების ადგილზე. ტყვი არავის არ გაუსწრია. ამოდანა ხალხი შევიდა, ხელეხი გადაიხადა, ყველაფერი გამოვიდნენ. იყვნენ ძალები, ვისაც შეიძლებოდა საერთო აი სპორტსმენებსაც, იმეებსაც, რომ საერთოდ გამოენახათ. რაღაც ნაწილს მე მივეშველებოდი, რაღაც ნაწილს ვიღაცა მიეშველებოდა ავტორიტეტული პიროვნება. ეს ცნები არ იყო. თავიდანვე დაიწყო ძალის დემონსტრირებით. ძალის დემონსტრირება არ ნაყოფილიყო. მე ახლა გაქცეულ სვისა რუსთავი გაქცეულებ ოსებ შეხვედრილი ვარ მე ორჯონიკი ძეში. ერთხელ ჩამოფრიდი ბინოდიდან, ავტობუსით ჩამოვედი ბინოდიდან.
და ტაქსით წამიყვანა და ქართველი აღმოჩნდა ის ტაქსის შოფერი. მე თბილისელი ვარო, ჩემი და რუსეთში ცხოვრობსო, მეორე და კახეთში გათხოვილიო. როდის მოგვარდება ეს ყველაფერი? ახლა ჰაერს ვერ ვიტარო მე. ატრულობდნენ, ის ყველანი ის იყვნენ, მაგრამ შეეშიდა და წავიდნენ აქედან რაღაც. რეალური იყო მათი შიში თქვენი დაკვირვებით? იყო რეალური. იყო არავინ არ აი როგორ დღეს აი რუსებს ისეთ რამეზე იმაშვრებიან, ვიღაცა არისაც მოხდა იმაში ბათუმში. პუტინმა რაღაც დააშავა, ის ხალხი რა შუაში არიან. რაღაცა დააგვიანა ძალიანა, დააგვიანა. შეიძლება ამ კონფლიქტს მოგვარება უფრო ადრე, მშვიდობიანი გზითა შეიძლებოდა. აი გორს ამ შემთხვევაში თავისი სიტყვა შეიძლება ეთქვა. გორი რო არ დაიბომბა და გორი რო არ დაინგრა, კი სამხედრო ობიექტებს დასცხეს. იმის გვერდზე ხალიც დაიჭრა და შეთაჩვენებენ ხოლმე იმ ტრიასა და იმასა, მაგრამ ის სამხედრო ობიექტი იყო. ვინც მაგ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ის გენერალი გორის მეექვსე სკოლა ჰქონდა, სკოლაში სწავლობდა. მამამისი გორის სატანკო ნაწილში მსახურობდა. გორში მეგობრები ყავდა, თანაკლასელები, ისინი. დაიცვა თორე, ჩვენი ისინი რეზერვისტები. ცხოვრებივითა, ხასად მიიყუშებოდნენ, უცხეროდნენ ვერტალიოდან არ ესროდნენ. კიდე დაინდეს იმათ. და სხვანაირად შეიძლებოდა ეს ყველაფერი და რა ვიცი.